წიგნით წარმოგიდგებით Kate Chopin-ის გამოღვიძება. საზოგადოება ყველა დროში უწესებდა ადამიანებს ბედნიერების კრიტერიუმებს. ხომ ხდებით ამაზე, რომ ეს მართალია. ედნა პონტილიეს ყველაფერი ჰქონდა, რასაც მისი ეპოქა ბედნიერებად სახავდა, მაგრამ ერთ დღესაც გამოეღვიძა და აღმოაჩინა, რომ საკუთარი ცხოვრება არაფრად უღირს და ამ ბედნიერებისთვის, რომელსაც გრძნობდა, რომ თითქოს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა, არ იყო ბედნიერი, დაიწყო ამ ბედნიერების ძიება. შეუყვარდა რობერტი, ქალბატონი იყო 4 შვილის დედა, ჰყავდა ოჯახი, შეუყვარდა სხვა მამაკაცი, მასაც შეუყვარდა. რობერტმა ჩათვალა, რომ ცუდად ერეოდა ამ ბავშვი და გაერიდა, მექსიკაში წავიდა. რამდენიმე თვეში დაბრუნდა უკან და მოკლედ ძალიან დრამატული ამბავია. ეს წიგნი აკრძალული იყო რამდენიმე ამერიკის შტატში და რა თქმა უნდა, როგორც ყველა აკრძალული წიგნი, ესეც არის ძალიან საინტერესო გამოღვიძება, ერთ-ერთი ძალიან კარგი წიგნია და აუცილებლად წაიკითხეთ.